ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი გიორგი, მე მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ეხლა ვიმყოფები ნიუ-იორკში და დღეს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გველოდება ადამიანთან, რომელიც უკვე ძალიან ბევრი წელია ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში, ხო? თუ არ ვცდები და დღეს ჩვენ მუსიკის სამყაროში ვიმოგზაურებთ ჩვენს ნიჭიერ მეგობართან გიორგი ოუკლისთან ერთად. რატო გაგეცინა? ჩვენ კლასელები ვართ რა და სხვათა შორის ძალიან ბევრი წლის შემდეგ მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა სწორედ 2024 წელს ზაფხულში, სადაც სრულიად შემთხვევით შევიკრიბე და მე სხვადასხვა პლატფორმებიდან შენი წარმატებების შესახებ მესმოდა და სულ მაინტერესებდა გიორგი ნახვა. გიორგი წერს ძალიან საინტერესო მუსიკას, ის ბავშვობაში იყო პიანისტი, შემდეგ დაიწყო წერა და ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში და მოდი პირველი მარტივად მითხარი როგორ ხარ? ძალიან კარგად ვარ, ძალიან მიხარია ამ გადაცემის სტუმარი რო ვარ და ძალიან მიხარია რომ ასევე შენ აღნიშნე ის წარმატება, რა წარმატებასაც მე მივახციე, მაგრამ ასევე მინდა აღნიშნო ის წარმატება, რასაც შენ მიაღწიე, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვობის ერთად ურთიერთობა განაპირობებს იმ სიხარულს, რომ გიყურებ შენ ასეთ წარმატებულს და ეს ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, ისევე როგორც შენ აღნიშნე ნოე. მე ვიცი, რომ შენ არც თუ ისეთი მარტივი წლები გქონდა. ნოე, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ერთად ვსწავლობდით, შენ კარგად გახსოვს რა მძიმე დრო იყო. იყო პერიოდი სიბნელის, უამრავი ომების, უამრავი დაპირისპირებების და ასე შემდეგ და აი ამ პირობებში, ამ სიცივეში, ამ სიბნელეში გვიწევდა ხელოვნებით გათბობა, ასე ვთქვათ, ხო? და აი აქედან გამომდინარე არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის იყო რთული საერთოდ გზის გაკვალვა და საერთოდ რაღაცის სინათლის დანახვა, საით მივდივართ, რა იქნება, ხვალ რა იქნება, არამედ მარტო ხელოვნებაში კი არა, საერთოდ ჩვენ რა გვეშველება ხვალ. პირველ რიგში ამაზე ვფიქრობდით და შემდეგ უკვე ჩვენ რაც გავაკეთებ და როგორ. ამიტომ ეს მდგომარეობა რთული იყო. მაგრამ ნელ-ნელა ყველას თავისი გზა გამოუჩნდა, მე კერძოდ გამომიჩნდა გზა წამოსულიყავი აქეთ ამერიკაში, მადლობა პიანისტ ქალბატონ ეთერიან ჯაფარიძეს, რომელმაც შემიწყო ხელი და გამიხსნა ეს მომცე შესაძლებლობა წამოსულიყავი ამერიკაში, მიმეღო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვე და როგორც პიანისტმა და აი აქედან დაიწყო ჩემი უკვე ასე ვთქვათ ნელ-ნელა აღმავლობის გზა. საიდანაც მომეცა საშუალება უკვე რომ გამაგრძელებინა სწავლა აქ უკვე ამერიკაში ჯერ ეთერიან ჯაფარიძის კლასში, შემდეგ უკვე 2008 წელს ჩავაბარე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კომპოზიციის განხრით და ვისწავლე ჯასტინ დელა ჯოიოსთან კინომუსიკას, ასევე ვსწავლობდი აირა ნიუბორნთან, რომელსაც ბევრი ჰოლივუდისთვის, ბევრი მუსიკა აქვს დაწერილი, ცნობილი მუსიკა აქვს დაწერილი. ხო და აი იქიდან დაიწყო უკვე ნელ-ნელა აი ეს აღმავლობის გზა, რაზეც ვიძახი, რამაც დღემდე მომიყვანა. ბევრი სირთულე იყო, ანუ ყველაზე დიდი სირთულე ემიგრანტისთვის, როდესაც ჩამოდის აქ ამერიკაში, არ ვიცი ალბათ სხვა ქვეყნებშიც არის ის, რომ შენ უნდა თავიც ირჩინო, უნდა იმუშაო, ძალიან ხშირად შეიძლება მოგიწიოს მუშაობა არა შენს პროფესიაში, არამედ საერთოდ რესტორანში შეიძლება მოგიწიოს მუშაობა, შეიძლება ქუჩაში მოგიწიოს გასვლა და რაღაცა რეკლამების ქონდა ეგეთი მომენტი. ქონდა კი ბატონო.
ეკეთებდი? რეკლამებს ვანთავსებდი, ფურცლებს ვაკრავდი, რა ქვია, ბოძებზე და ვანთავსებდი რეკლამებს. არა მარტო მე, არამედ ბევრი ძალიან წარმატებული ხალხი, პროფესორები, რომლებიც იყვნენ აქ ჩემთან ერთად და ვაკეთებდით. ანუ ყველანაირი საშუალება რაც კი შეიძლებოდა რომ თავი გვერჩინა, ვაკეთებდით. და კიდე რას გაიხსენებ ასეც? ნუ რესტორანში ვიმუშავე მახსოვს, როდესაც ბავშვი მიჩნდებოდა და ვსწავლობდი ჩიკაგოში უნივერსიტეტში, არ იყო იმის საშუალება რომ ბინის ქირა გვეხადა და აი ქუჩა დავდიოდი რომ მომეძებნა სამსახური ერთი რესტორნიდან მეორეში მესამეში რომ აი და მახსოვს მოვძებნე სამსახური თეფშების მრეცხავად. და ეს იყო ჩემთვის იმხელა წარმატება რომ ამიყვანეს რომ შვილი მიჩნდება ერთ თვეში არ ვიცი ორ კვირაში სამ კვირაში და ამ დროს საცხოვრებელი არ ქონდა სად წავიდოდით არ ვიცოდით და ამიტომ აი თეფშების მრეცხავად მოვძებნე სამუშაო რომელიც მომცემდა იმის იმედს რომ ხვალ შეიძლება მქონოდა საცხოვრებელი ადგილი გქონია თუ არა აი იმ პერიოდში, რას პერიოდიც ახლა შენ გაიხსენე, მომენტი, როცა გიფიქრია, რომ აი ერთი ამის დაცვატირე, რას მოვდიოდი აქ, ყოფილიყავი დარჩენილიყავი თბილისში. არასოდეს არ მიფიქრია ამას. ჩემთვის ყოველთვის არსებობდა მიზანის რისთვის საერთოდ რას ვაკეთებ და რისთვის ვაკეთებ. მე თავიდანვე ვიცოდი რომ ვემსახურებ ხელოვნებას და ამიტომ არასოდეს არ მომცვლია იმაზე აზრი რომ ბოდიში რომელი წლებია ეს? ეს არის 2003 წელს ჩამოვედით და 2003 და აი მოყოლებული. უმძიმესი პერიოდი გავიარეთ. მეც და ჩემმა მეუღლემაც რომელიც პიანისტია და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ალბათ აი ეს ერთად ყოფნა ერთმანეთის თვით გატანით შევძელით დღემდე რომ აქამდე მოვედით. მე მარტო ალბათ ამდენს ვერ მოვახერხებდი. მეცაც გეტყვი, ყოველი ის სირთულე რაც გავიტანე, სულ გადავიტანეთ. ყველაფერი ასახულია ჩემს ნაწარმოებში. აი მაგალითად დაწერილი მაქვს საფორტეპიანო ფანტაზია, სონატა საფორტეპიანო, სადაც სირთულეს იმდენად ასე ვთქვათ, უკიდურესობამდე აქვს მიყვანილი, რომ თვითმკვლელობაზეც კი მიფიქრია და ამიტომ ეს ნაწარმოები დღემდე შეგვრის, იმიტომ რომ ამაში არის ეს ჩადებული, აი ეს უკიდურესული ზომა, რომ აი მორჩა. აქ არ არის ლაპარაკი დაბრუნებაზე, აქ არის ლაპარაკი საერთოდ გაწყვეტაზე ცხოვრების, იმიტომ რომ აღარ არის მორჩა. მაგრამ შეიძლება ზუსტად იმან გადამარჩინა, რომ აი ეს ენერგია, ეს აზრი წავიდა მუსიკაში. გიორგი, ძალიან ძიმე ეპიზოდია აქ მაყურებელს ვეტყვი, რომ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება და არასწორი არის სუიციდი და რა თქმა უნდა, ცხოვრება არსებობის უფლება აქ ნებისმიერ ადამიანს და ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს თავის კუთვნილი ცხოვრება. თუმცა საოცარი ემოციური მომენტი იყო, ეხლა შენაც მოყევი, თითქოს მეც შიგნით შევედი იმ ეპიზოდში, რის შესახებაც შენ საუბრობდი რა და მაყურებელმა რომ ბოლომდე აღიქვას ის რაც შენ თქვი, შეგიძლია რომ ფრაგმენტი დაუკრა მაქედან. კიდე ერთი ამბავი მინდა რომ მაყურებელს მოუყვე, რომელიც ჩვენ პირად საუბარში ვისაუბრებთ. ეს არის ჩემთვის აი დღემდე მახსოვს, როგორ ახასიათებდი ჩემთვის აქამდე უცნობ წყლის თერაპიას. მოყევი.
საინტერესოა. სულ არ მოველოდი ასეთ კითხვას. მე საერთოდ ძიებაში ვარ, ყოველთვის სულ რაღაცას ვედებ, სულ რაღაცის აღმოჩენებში ვარ პირადად, შინაგანად და ერთ მშვენიერ დღეს ესეთმა იდეამ დამარტყა თავში, ასე უხეშად რო ვთქვათ, რომ რა არის ახალგაზრდობის საიდუმლო. აი როგორ შეიძლება რომ შევინარჩუნოთ ეს სხეული ახალგაზრდად, რომ არ დაუბერდეთ, ასე ვთქვათ. და მომივიდა ეგეთი აზრი, რომ ვთქვათ, გავატაროთ დრო წყალში. აი წყალში გავატაროთ დრო რაღაცა გარკვეული პერიოდის მანძილზე. და ჩავატარეთ ჩემ თავზე ექსპერიმენტი. ანუ მე ყოველ დღე სულ მცირე 1 საათის მანძილზე ვიყავი ვატარებდი წყალში თავს. ანუ ჩავდიოდი ვანაში და ვიძექი იქ 1 საათი მედიტირებდი და ეს სიმშვიდეში და სიჩუმეში, ასე ვთქვათ. ყოველ დღე 1 თვის შემდეგ ვიგრძენი, რომ აი ეს კანი თითქოს აი რაღაცა ახლადშობილი ბავშვივით გახდა. საერთოდ სხვა შეგრძნებები დამეწყო, სმენადობა გაიზარდა, ხედველობა, ნუ არ ვიცი, აი თითქოს გაცოცხლა, აი როგორ გითხრა, სცენარის რო წყალს დაუსხავ და უცებ რო გამოიღვიძებს და გაიფურჩქნება. ეს რა მომენტში გადაწყვიტე რთული რამე დეპრესია ქონდა იმ დროს? არა, საერთოდ დეპრესიული არა ვარ. თუ კიდე დეპრესია თუ მაქვს, აუცილებლად გამდის ეგრევე, ანუ ან წინგს წავიკითხავ, ფილმს უყურებ, მუსიკას დავწერ, რაღაცა ვერ ვჩერდები დეპრესიაში 1 საათიც კი. მქონდა ძალიან დიდი შედეგი, მაგრამ რატო ახლა აღარ შვები? რატო არ შვები ახლა გეტყვი, იმიტომ რომ წყლის გადასახადი მოვიდა დიდი, ხო? ძალიან დიდი. ანუ არაპრაქტიკულია. სხვათა საინტერესოა, ხო? ყველა შემოქმედს თავისი ხერხი აქვს ძიების და თავისივე შემოქმედების. შენი მომენტები როდის არის, აი როდის მოდის? მე მახსოვს არგონავტებზე მუშაობდი, აი ეს ფრაგმენტი დაგიკარით აი იმ ნაწარმოებიდან, მახსოვს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არგონავტები ჩემთვის და საერთოდ ჩემ შვილს მიუძღვენი ეს ნაწარმოები და ამ ნაწარმოების თემა იყო ასეთი. მე რო რამე დამემართოს და ვთქვათ, ვერ გავზარდო შვილი. აი ამ ნაწარმოებში ჩავდევი ყველაფერი ის, რისის სწავლებაც შემეძლებოდა მისთვის. ანუ ამ ნაწარმოებში დევს საერთოდ სამყაროს შექმნის მომენტი, ამ ნაწარმოებში დევს მედია როგორც სულიერი მე, ანუ და ოქროსაწნისი როგორც ღვთაებრივი სიმბოლო, რომელიც ჩვენ უნდა მოვძებნოთ. ანუ ჩვენ უნდა ჩავიდეთ, ჩვენს თავში ჩაუღრმავდეთ, მოვძებნოთ ის ღვთაებრივი სიმბოლო, მაგრამ უნდა მოვძებნოთ მედიას, ჩვენი სულიერი მეს საშუალებით. აი ეს არის ცხოვრების აზრი და ეს არის ცხოვრების მიმართულება. ყველა ნაწარმოები, რაც დაწერილი მაქვს, არის მისტიური მოვლენა. აი მაგალითად, პირველ სიმფონიას წერდი სიმებიანი ორკესტრისთვის. მან მისტიური მომენტი ის იყო, რომ ეს ნაწარმოები ეხება შობას, ანუ ნაწარმოები იწყება სამგლომიარო მარშით. როგორც წესი, ამით მთავრდება ნაწარმოები. მე კიდე ამით ვიწყებ, რატოა სამგლომიარო მარში? იმიტომ რომ იქიდან უნდა დავიბადოთ აქეთ, ხო? ანუ მოვდივართ იქიდან აქეთ. ესე იგი, სადღაც ვტოვებთ ჩვენს სახლს. სადღაც იქ უნდა გარდავიცვალოთ, რომ აქეთ გადმოვიდეთ. აი აქედან იწყება ნაწარმოები სამგლოვიარო მარშით. შემდეგი მეორე ნაწილი ნაწარმოების არის უკვე ქრისტეს შობა. მეორე ნაწილი. და მესამე ნაწილი არის უკვე აღდგომა. ანუ მისტიური მომენტი ნოე ამაში ის იყო, რომ წარმოიდგინე ადამიანი ყოველ წუთას, ყოველ წამს იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ის სამგლოვიარო მარშია. ანუ აი მე როდესაც მუშაობ ნაწარმოებზე, მე არ მუშაობ აი ამ პერიოდში, ან იმ პერიოდში, ხამე რომ ძინავს, მაშინაც მუშაობ, მაშინაც სულ და აი როცა იმყოფები სულ სამგლოვიარო მარშია ეს პირველი ნაწილი რაც არის. აისახე იმაში, რომ დავადდი არაფრიდან შემეყარა რაღაცა ვირუსი ან ბაქტერია, არ ვიცი, მოკლედ
გამებერა მუცელი და ანუ ასე ვთქვათ დღევანდელ პირობებში გადავრჩი. მაგრამ ეს რო ყოფილიყო 200 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდე ანტიბიოტიკები არ არსებობდა, ვერ გადავრჩებოდი. ანუ რაც ვიძახი, რატო არის კომპოზიტორი ხშირად რომ ხან მოკლედ ცხოვრობს, იმიტომ რომ ძალიან რთული არის გაუძლო იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში ის იმყოფება, აი იმ ხანგრძლივ პერიოდში. ფსიქოლოგიურად, ემოციურად მე გეტყვი მაგალითად ყოველი ნაწარმოების მერე ცუდად ვარ. აი რაღაცა მემართება. 2 წელი მე საწოლში ვიძექი. რის გამო? წელი მქონდა გაშეშებული. ამოვარდნა დისკის მოხდა მაშინ, როდესაც დავამთავრე მუშაობა კოსმიურ კარნავალს წერდი, სადაც პლანეტების ეკლიპსი მოხდა. ეს პლანეტების ეკლიპსი მოხდა ჩემს დაბადების დღეს 21 აგვისტოს. და აი ზუსტად აი ამ პლანეტების ეკლიპსის დროს ჩემი ხერხემლის ერთ-ერთი მალა ამოვარდა. და ზუსტად აი მაგ მომენტში ჩავარდი. ანუ დასაწყობი ერთი დიდი მისტიკა შენ ცხოვრება, ხო? მთელი ცხოვრება მისტიკა. კი ბატონო, იმიტომ არის რომ ჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი. ძალიან ხშირად იშვიათად გამოვდივარ გარეთ, იშვიათად, ანუ იმიტომ რომ სულ მეტად და მეტად შიგნით. ხო არ ფიქრობ რომ პირიქით უფრო სასაგებლო იქნებოდა სოციალიზაცია? თუ მაქვს დრო სიამოვნებით, მე ძალიან მიყვარს ურთიერთობა, მაგრამ დრო არ მაძლევს ამის საშუალებას, იმიტომ რომ დღეში 2 საათი მე ვკითხულობ. 2 საათი მჭირდება ყოველ დღე კითხვისთვის. ერთი ფილმი დღეში უნდა ვნახო. აუცილებლად. უნდა 1 საათი უნდა ვისეირნო ბუნებაში, აუცილებლად და დანარჩენი დრო ეთმობა ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას და შემდეგ კიდე რაღაცა დრო უნდა დავუთმო ჩემს წერას. აი მოდი კარგზე ვილაპარაკოთ, ეხლა შენს მოსწავლეებს. კი ბატონო. ვინ არიან შენი მოსწავლეები ძირითადად? და რას ასწავლი, როგორ ასწავლი? ნუ ჩემი მოსწავლეები არიან სხვადასხვა ასაკის ხალხი, არიან ბავშვებიც, არიან სტუდენტებიც. ხო, მაგრამ იქ ხო მაგარი პროცესია, როდესაც შენ გააჩინის შესაძლებლობა, რომ ასაკის და მიუხედავად, ვინც არ უნდა იყოს შენი მოსწავლე, გაუზიარო შენი გამოცდილება, ხო ეს ხო მაგარი? კი. ხო სიამოვნებაა. ძალიან დიდი სიამოვნებაა და ძალიან დიდი განსაკუთრებით პატარებს ალბათ. ძალიან დიდი პატივია, რომ აი ეს ცოდნა, რაც გაგაჩნია, როგორც დიდმა შოთა რუსთაველმა თქვა, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ანუ აი ეს ცოდნა, რომ გადასცე, იმიტომ რომ ჩვენ აქამდე მოვედით ზუსტად იმ ცოდნით, რაც ჩვენ გადმოგვწეს და ამით მინდა მე ჩემს პედაგოგებს მოუხადო მადლობა, იგივე ბატონ ედიშერ რუსიშვილს, მამუკა სიხარულიძეს. მოკითხვა ბატონ ედიკოს შეგა. ნათელა კვირკველიას და შემდგომ უკვე ეთერის დედას, ეთერი ანჯაფარიძის დედას ივეტა ბახტაძეს, ვისთანაც მე ვისწავლე, შემდეგ ეთერი ანჯაფარიძესთან ვისწავლე და აქ უკვე ამერიკაში გამოჩენილი კომპოზიტორი რიჩარდ დანიელპურის მოსწავლე ვიყავი და ასე შემდეგ. ანუ ყველა ამ პედაგოგებმა ძალიან დიდი ცოდნა გადმომცეს მე, რაც ჩემში არის დაგროვილი და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს გადავცე, რომ ასე მოვდივართ აქამდე და ასეც გაგრძელდება ეს ჩვენ შემდგომ. ისე კარგად გადმოსცემ ყველაფერს, რომ მე ხა შენთან ერთად უნდა გავაკეთო ერთი ექსპერიმენტი, რომელიც არ გამიკეთებია ამ გადაცემაში. ეხლა მინდა რომ შენ დაждე ინსტრუმენტთან, მე გეტყვი ემოციას, რაიმე ემოციას და შენ რამე ფრაგმენტს დაუკრავ იმ ემოციასთან დაკავშირებულ შენთვის. შიში.
მგონია რომ რაღაც საუნდტრეკიდან სარკაზმი. Déjà vu. უიმედობა. იმედი. სიყვარული. Happy ended downtown. საინტერესო ექსპერიმენტი გამოგვივიდა. ძალიან. მაინც ის მეგობრობა რა არის რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ერთი ემოცია გვაქვს და რაღაცა მართალი გითხრა მე თვითონ არ გამიკეთებია ესეთი რამე არასოდეს და ალბათ შენმა იმანაც ინსპირაცია შემოგაპარა ეხლა სამომავლოდ მე მგონი. გიორგი, მოდი მითხარი, ხო ჩაივლის შენი კონცერტი, ხო? სადაც გაჟღერდება შენი მუსიკა. მითხარი, რა არის შემდეგი ნაბიჯი? ანუ საით მიდიხარ? საბოლოო ჯამში აი რა გინდა რომ შენ ცხოვრებაში, შენ შემოქმედებაში საბოლოო ჯამში მოხდეს? პირველ რიგში საით მივდივარ ძალიან კარგი საკითხი არის. მივდივარ იქით რომ ყოველი ჩემი ცხოვრების გამოცდილება აისახოს იმ ნაწარმოებში, რაზეც მუშაობ. აი იქით მივდივარ და გამოცდილება ულევია. ამ ეტაპზე ეს ვიცი, იმიტომ უთმობ ამდენ კითხვას, ამდენ შთაბეჭდილებას დროს, რომ ეს შთაბეჭდილობები შემდგომ
აისახოს და აი ეს საით მივდივარ, აი აქეთ მივდივარ. ეს პირველი. მეორე რა თქმა უნდა, ჩემი გეგმა არის, ცხოვრების გეგმა არის, რომ არა მარტო წარმოვაჩინო პრობლემა, რაზეც ნაწარმოები თქვათ არის ასახული. არამედ ასევე მისი ახსნა ან გამოსავალი შევთავაზო მსმენელს, ჩემ თავსაც. გიორგი, შენი მეუღლე ახსენე და მოდი ოჯახზეც გითხარი ორი სიტყვა. შენი მეუღლე ინგა და შვილი ალექსი, ხო? მოგვიყევი მათზეც. ნუ, ჩემი მეუღლე არის პიანისტი, არაჩვეულებრივი ადამიანი. ალბათ ძნელად წარმომიდგენია ჩემი თავი მის გარეშე, ვარ ბედნიერი. მე აღვნიშნე ნოერო საერთოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმით არის შესაძლებელი, რომ მე მეუღლე მყავს გვერდში, ვისთანაც ერთად ვიზიარებ ყველაფერს. მიხარია, რომ ვიღვიძებ ის იქ არის, რომ მოვდივარ სახში, მიხარია, აი არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, რომ ის არსებობს ჩემს გვერდზე. მის გარეშე ალბათ ერთი დღეც ვერ გავძლებდი. და ჩვენი სიყვარულის ნაყოფია ეს შვილი ალექსი, რომელიც ყავს, რომელიც ძალიან მეამაყება, აი ესეთი რამდენი წლის არის? 20 წლის არის, ახლა საქართველოში აღვნიშნეთ მისი 20 წლის თავი, ქართველი ბიჭია, უყვარს საქართველო მიუხედავად იმისა, რომ აქ დაიბადა ამერიკაში, ისე გაიზარდა, რომ აი მაგალითად ეს მაგალითს მოგიყვები, ევროპის ჩემპიონატი რომ მიმდინარეობდა, პარალელურად მიმდინარეობდა ამერიკაში ჩემპიონატი, კოპა ამერიკა ქვია, პარალელურად. და ერთ დღეს ალექსის ვკითხე, კი, მაგრამ ახლა ასე რომ უყურებ საქართველოს ნაკრების თამაშებს, ერთხელ მაინც შეხედე ამერიკაც თამაშობს, თქვათ, კოპა ამერიკაში. არაო, აი ეს ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ერთის მხრივ გამიხარდა რამდენად, ესე იგი, მასში აი ეს ქართული სიყვარული და ქართულისადმი რაღაცა სიახლოვე მას აკავშირებს. თბილისში ვინ დარჩა? დედა. მამა ვიცი რომ დაიღო. მამა ჩემში ცხოვრობს ახლა და ყოველთვის იქ იქნება, ჩემს მეხსიერებაში, ჩემს გულში. დედა ჩემთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, დედა იქ მარტო არის, მაგრამ ერთის მხრივ მამასთანაც უნდა რომ იყოს ახლოს, ამიტომ მისთვის მას გაგონებაც არ უნდა იმაზე, რომ არაერთხელ გვითქვია და შეგვითავაზებია, რომ წამოვიდეთ აქ, იმიტომ რომ მეც აქ ავარ, ჩემი ძმაც აქ არის და გვინდა რომ დედაც აქ იყოს, მაგრამ არ უნდა, იმიტომ რომ მამა ჩემს ვერტოვებს იქ, ანუ კვირაში ორჯერ, ზოგჯერ სამჯერაც დადის და მამა ჩემის საფლავს სულის, ეს არის რაღაც არაჩვეულებრივი მოვლენა ჩემთვის და ძალიან შთამბეჭდავი. კარგი, გიორგი, მადლობა მინდა გითხრა, ძალიან საინტერესო დიალოგისთვის და მე რა თქმა უნდა მინდა გისურვო ბევრი წარმატება კიდევ და მარტო კარგი გამეგოს შენთვის და შენი შესაძლებლობები, შენი ნიჭი, რომელიც მაყურებელმაც ნახა, რომ ულევი გაქვს, ყოველთვის ყოფილიყოს რეალიზებული. გაიხარე, ნოე, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადო აგრეთვე, რომ აი აქ ვიმყოფები სტუმრად შენს გადაცემაში და ერთი პატარა ფრაგმენტი მინდა ჩავრთო ჩვენს საუბრობაში, იმიტომ რომ შენ გახსოვს ჯერ კიდევ მაშინ ბავშვობაში, როდესაც ვურთიერთობდით, ჩემს გვარს მოვიხსენიებდით როგორც ოკლეი. და აღიარა როგორც იქნა. შემდგომში უკვე როდესაც მე მეტი რამ შევისწავლე ჩემი გვარის შესახებ და მის წარმომავლობაზე და ასე შემდეგ, გავიგე რომ თურმე ეს არის ირლანდიული გვარი, რომელიც არის ოკლეი არა ოუკლი
და შენ ეს როდესაც შევხვდით, გითხარი კიდევაც. და დიდი სიხარულით მინდა გადმოგცე ოქლის სათვალე ჩემგან საჩუქრა. ეს არ არის რეკლამა, ეს არის გიორგის მიერ შეპირებული თავისი გვარის სრული პოზიციონირება. ოუქლი. როგორც გაქვთ გვარს. იცი ჩემი სპორტული ესე თქვა სირბილის სიყვარულის შესახებ რა და მადლობა დიდი. ოღონდ მართლა მაგრა გამოვიყენე მაგას, რასაც მე დაურბი ვარ. ძალიან გიხდება თან.